საზეიმო განწყობა, ტრადიციული გალობა და ქველმოქმედება კიდევ ერთხელ იქცა ალილოს მთავარი იდეის ერთობის სიმბოლოდ. ალილოს ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით 25 წლის წინ აღდგა და მას შემდეგ ყოველწლიურად აერთიანებს საზოგადოებას სიკეთისა და თანადგომის გარშემო. გილოცავთ შობის დღესასწაულს, უფალი იშვა, ჩვენი მხსნელი. ეს ალილოს უძველესი ტრადიცია 2000 წელს აღდგა ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ყოველ წელს იმართება მერიის მხარდაჭერით. გილოცავთ ყველას ქრისტეს შობას. ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარულია, რომ ამ დღესასწაულის აღნიშვნა ერთად შეგვიძლია ალილოს სახით. თქვენ შეგიძლიათ დღეს და ხვალ 7 და 8 იანვარს მოიტანოთ შემოწირულობა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში და შემდეგ ეს შემოწირულობა გადახარისხდება და გადანაწილდება მოხუცთა თავშესაფრებში, ბავშვთა სახლებში და სახლ-მშობლებთა დეპარტამენტებში. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ეს დღე ყველას გვაერთიანებს. რაცა სიყვარულის, სიკეთის, სიხარულის დღეა და მინდა რომ ყველა ქართველს უსურვო მის გულში დაიბადოს იესო ქრისტე. პირველი რესპუბლიკის მოედანზე მორწმუნეებსა და სასულიერო პირებს შობა მიულოცეს პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით შობის არსის სწორად გააზრებისთვის მნიშვნელოვანია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებული მთავარი გზავნილების გათვალისწინება. ალილოს მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ საშობაო სანოვაგეც გადასცა. სრულად საქართველოს უპირველეს ყოვლისა ულოცავ შობის დღესასწაულს, სიყვარული, სიკეთე ყოფილიყოს თითოეული ადამიანის გულში, თითოეულ ოჯახში და ჩვენს ქვეყანაში. გუშინ პატრიარქის ეპისტოლეში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა იმაზე, რაც ამძიმებს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველამ ამ დღეს ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ის სიკეთე, რომელიც დღევანდელი დღით არის განსაზღვრული, ეს სიკეთე სულად შევიცნოთ. ულოცავთ მთელ საქართველოს შობის წირვალე დღესასწაულს, ყველას, დიდს და პატარას, შუახნის, ხარში შესულს, ტარდები უკან ქონოდეს და წინ ნათელი მომავალი, ესეც ალბათ საერთო სურვილია ყველას. სამწუხაროდ ყველა არ ასრულებს ისე, როგორც ეს საჭიროა, მაგრამ ფაქტია, რომ სურვილი ერთია, ადამიანები ვართ, პოლიტიკური განსხვავებები ბევრი არასაკურველია, მაგრამ გვაერთიანებს ერთი, ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახების მიმართ სიყვარული, სამშობლოს მიმართ პატრიოტული თავდადება. ძალიან მნიშვნელოვანია ალილოს ტრადიცია, რომელიც უძველესი დროიდან იღებს საფუძველს თქვენიცით, რომ არ მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც იმართება ალილოს მცველობა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენთაგანმა მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა ჩვენ შვილებთან, მშობლებთან ერთად. პირველი რესპუბლიკის მოედანზე პირველი ლედი შვილებთან ერთად მივიდა. მან ალილოს მონაწილეებს საშობაო სანოვაგე გადასცა და შეკრებილ მოქალაქეებს შობის დღესასწაული მიულოცა. ჩემ ლამა საქართველოს ულოცავ შობის დღესასწაულს. ჩემ ხალხს მინდა უსურვო ჯანმრთელობა, ხნეობა, კეთილდღეობა. მე მჯერა რომ სიყვარული გადაგვარჩენს. უფალი იყოს ჩვენი მფარველი. ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და სამების საკათედრო ტაძრისკენ ფეხით გაემართნენ. მსვლელობისას ქალაქის ცენტრალური ქუჩები ტრადიციული საგალობლებითა და საზეიმო განწყობით აივსო. გზად მიალილოებმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოინახულეს. სამების საკათედრო ტაძარში საშობაო პარაკლისი შესრულდა. შობის დღესასწაულს ულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებული დღესასწაულია, განსაკუთრებული სიხარული მოაქვს თითოეული ადამიანისათვის ქრისტეს შობას. ტაძრებში აღევლინა საზეიმო წირვა, მოვისმინეთ სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, სადაც ადამიანის მთავარ დანიშნულებებზე არის საუბარი და მთავარ ღირებულებებზე და ასევე სრულდება ალილოს მსვლელობა. ეს არის მახარებლობითი მსვლელობა, ადამიანები, ბავშვები, დიდები ახარებენ ქრისტეს შობას ერთმანეთს. თბილისის პარალელურად ტრადიციული ალილოს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიმართა. ბათუმში საზეიმო მსვლელობა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ქრისტეს შობის მახარებლებმა მოიარეს ქალაქის ქუჩები და ტრადიციულად შეაგროვეს შესაწირი. სამყაროს შექმნაც კი არ არის თვით ის იადი, როგორიც იყო ქრისტეს მოვლინება სამყაროში. აღსრულდა საუკუნეთა მოლოდინი, როდესაც ჩვენი პირველი მშობლები ადამი და ევა დაეცა სამოთხეში და განიდევნენ სამოთხიდან, ჩატყდა ურთიერთობის ხიდი ადამიანსა და ღმერთს შორის. მიუხედავად ამისა, ღმერთმა აღუთქვა მათ, რომ მოუვლენ და მხსნელს, რომელიც გამოიხსნიდა მას ცოტვის წყობისაგან. მრავალმა საუკუნემ განვლო, თუმცა მოევლინა წუთის სოფელში
მაცხოვარი, რომელმაც გამოიხსნა ადამიანი და გახსნა სასופებლის კარი. ყველას გილოცავ ჩობა, სუფლისა ჩვენისა იესო ქრისტეცი, ჩვენს გულებში იშვას ქრისტე. ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა ქუთაისშიც. შობის მახარობელ ბავშვებს და სასულიერო პირებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საშობაო ნობათები გადასცეს, რომელიც საქველმოქმედო მიზნით ნაწილდება. ეს არის სიხარულის გაზიარება ყველასათვის. სიხარულში ერთად ვიყოთ ყველანი. ამ სიხარულში არის უფლის სიყვარული, ბავშვის სიყვარული, მომავლის იმედი და ყოველთვის კეთილი განწყობა არის და სიკეთის გაზიარება ანუ თესავს სიკეთის ადამიანის გულებში. აი ეს სოფლის სიხარული არის, უფალი მოვიდა ჩვენთან. საქართველოს ღვთისმშობლის წიკვედი ქვეყანაა და უფლისმფარველობა არ მოკლებოდეს თითოეულ ჩვენთაგანს. ეს წელი ყოფილიყო საქართველოს გაძლიერების და გამთლიანების წელიწადი. ძალიან კარგი არის ბავშვები რო დავდივართ აქ და ადამიანებსაც ვამხიარულებ და ჩვენ თვითონაც ვხიარულდები. საზეიმო ალილო გაიმართა ოზურგეთშიც მსვლელობას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა და სასულიერო პირებს საშობაო საჩუქრები გადასცა. მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო ქრისტესობის ბრწყინვალე დღესასწაული, გისურვოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა, წელსაც შეუერთდით ალილოს ტრადიციას, რომელიც აღდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით. ეს დღე აერთიანებს ადამიანებს. დღე, რომელმაც კაცობრიობას სიყვარულის იმედისა და რწმენის უდიდესი გზავნილი მოუტანა, ულოცავ მთელ საქართველოს და უსურვებ მშვიდობას. ყველა მართლმადებელი აღნიშნავს დღეს ამ დიდებულ დღესასწაულს. დღეს გვაქვს ალილო, თქვენ იცით, ეს არის მოწყალების ერთ-ერთი ფორმა და ეს დღეს ადამიანები გამოდიან სიკეთის საკეთებლად. გორში მომლოცველები ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ. სასულიერო პირებმა, მახარობლებმა, სტიქაროსნებმა და მრევლმა ქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა ლოცვით და გალობით შემოიარეს და მოსახლეობას ქრისტეშობა ახარეს. ვიღებთ მონაწილეობას ალილოში და ვახარებთ მთელს ქვეყანას, რომ დღეს არის ქრისტეშობა. გილოცავთ ყველას. შობა მართლმადიდებლებისთვის არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ საყვარელი დღესასწაული, ძვირფასი დღესასწაული და ჩვენ დღეს ყველა გორის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები საკათედრო ტაძრის ეზოში ვიკრიბებით, რათა მონაწილეობა მივიღოთ სახალხო მსვლელობაში. გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ეს არის დღე სიხარულის, იმედის, რომ ყველაფერი კაცობრიობას საბოლოოდ იქნება გამარჯვებული ბოროტებაზე. ტრადიციული საშობაო ალილო გურჯაანში სამების სახელობის ტაძრიდან დილიდან დაიწყო. სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ქრისტეს შობა მოსახლეობას გალობითა და ლოცვით მიულოცეს. საზეიმო მსვლელობას შეუერთდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მთელ საქართველოს და საქრისტიანოს გისურვებთ ქრისტეში ჭეშმარიტ ნამდვილ თავისუფლებას. ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთს ვემსახუროთ, რადგან უფალმა მოგცა ამის მაგალითი, რომ უპირობოდ გვემსახურა თავის თამდაბლობით განკაცდა და ჯვარზე გაეკრა. მოვიდა, იმიტომ რომ გვემსახურა. ჩვენც ერთმანეთს უნდა ვემსახუროთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. ვუსურვებდი სრულიად საქართველოს, რომ მადლის სინათლით, ღვთიური სინათლით იყოს ჩვენი გულები სავსე. მიულოცავ ჩვენს ტკბილ და თბილ პატრიარქ ილია მეორეს, ჩვენს მღვდელმთავარ მეუფე ექვთიმეს და სრულიად საქართველოს. გილოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ულოცავ სრულიად საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. დღევანდელი დღის მადლი და ძალი ეწეოდეს. შობა არის სიყვარულის, სიკეთის, რწმენის, იმედის დღესასწაული. ნობათი, რომელიც შობის დღესასწაულზე მიალილოებმა შეაგროვეს ბავშვთა სახლებში მოხუცდა, თავშესაფრებში და სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში გადანაწილდება.